გამარჯობა. ამ დილას საინტერესო და ერთდროულად ცოტა სასიამოვნო და ცოტა სევდიან ტურნირში მივდივარ. ზოგებს უნდა ვაჭამო. სხვა დროს ალბათ ისე დავიდოდი არც არაფერს ჩავწერდი, მაგრამ რაღაცა სიტყვები მითხრეს. ისაო სპობიერების ამაღლებაო, კონტენტ კრეატორიო, მოკლედ რაღაცეები და გადავწყვიტე რომ ეს ჩემი მოგზაურობა თან გადავიღო. თავარია მანქანა დაიქოქოს. თქვენ წარმოიდგინეთ დაიქოკა და წავედი. ისე რანაირი კონტენტ კრეატორი ვარ. კამერა ვერ დავდე ნორმალურად. მაგრამ არა უშვებს. პირველი გაჩერება ნუტრიმაქსის საწარმო, სადაც ერთ კაი კომპეტენტო სტომარას დამპირდი. მოვედი. გამარჯობა. გამარჯობა. ნუტრიმაქსი მოვიარე, კომპეტენტო ადგილზეა, ეს ადგილზე ვარ, იწყება მოგზაურობა. ახლა მარშრუტის შესახებ. ვარ რუსთავის გზატკეცილზე და აი ახლა ვუხვევ მარცხნივ, როცა აღმოჩნდე კახეთის გზატკეცილზე. იქიდან ცოტას გავივლი და კიდევ ერთხელ გადავუხვევ მარცხნივ გომბორის ტეკთან. ვივლი, სანამ არ შეხვდება კიდევ ერთი გადასახვევი, ამჯერად სიონის მიმართულებით. წავალ იქით, იქაც ცოტას გავივლი, აღმოჩნდები თიანეთში. შემდეგ თიანეთიდან წამოვალ და სამხედრო გზით დავბრუნდები თბილისში. და აი ამ გზაზე რამდენი ცუდად შემხდება, იმდენჯერ გავჩერდები და გავუმასპინძლები. თქვენც მინდა გაჩვენოთ რამდენჯერ მომიწევს გაჩერება. ერთი უკვე გამოდის და თან დედიკოა როგორც ჩანს. მოდი ცუგო გაჭამო, მოდი. მირთვი. ერთი დაუსტვინე აი იმას. და მოვიდნენ ესენი. არი ფივით მომივიდა რა. ჯამი დამჭა. და შენ ყველაზე მეტად გცივა, იმიტომ რომ დიდი ბეწვი არ აქვს შესაწყალო. ეს ატიყავი ამ ნახას. ოხ, აქ რაღაცა განსაკუთრებით მშიერ ზონაში მოვა. არა, არ გეჩქარება, არა, გასულ ხელი არ მომაჭამა. ეს საყვარელი, მოდი. აბა შენც. ვადიც უკვე. აბა არ მითხრა ხარ რომ არ გშია. რა ხდება აქა? ორჩანს კაი მადაზე ხარ შენ, მიდი. აბა ეგეთები არ იყოს კულტურულად, უიმედე ეს სამხედროთაცა. აი ეს ალფა. ეს არავის არ დააცლის. პეიზაჟი განწყობისთვის. იან მომწონს სამსოფლის სახელი. ევჟენტი. მაგრამ მგონია რომ არასწორ ადგილასაა. აქ თიანეთში კი არ უნდა იყოს. უნდა იყოს სადმე იმერეთში. და სოფელს კი არ უნდა ერქვას, უნდა ერქვას ვინმე კაცს. მეზობელი რომ მიადგება ჭიშკრიდან და ევჟენტი! რა შუაში იყო ახლა ეს ცუგებთან, მაგრამ ეთქობა შუა ასაკის კრიზისი მაქვს. გავაგზავნით მოგზაურობა. ევჟენტიდან შორს არ წავსულ ვარ, ორიგი კლიენტებით გამოჩნდნენ. მოდი. შეგარგოს გენაცვალე. თამამად. მოდი. აი, აქ დაგიტოვებ. შეხედე რა ხდება, შეხედე. აი, თქვენსაც. მარტო ხინკლის ჭამა ჩემთვის უწოდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. მაგრამ თიანეთში ვარ და თან გზაში იმდენი მშიერი გადამეყარა, რომ დამეკნა. ერთი მეგონა და ორი ყოფილა. ამასობაში ჩავედი ბოლოში. ბოლოს შეხვდა ყოდალა, დაც კი არა ქონდა რა. დავეთ სახში. რა ნომერს ელოდები? დაახლოებით 6 საათიანი მოგზაურობა დასრულდა. დაღლილი, დასრილი, სევდიანი, აკმაყოფილი მოვედი სახლში. ხოდა დასკვნა მინდა შემოგთავაზოთ. ცუგობარის არხს ერთი გამომწერიყო ცოტა უცნაური.
სიმართლე გითხრათ, გამომწერი არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ გამოწერი არის. ძალიან შემოქმედებითად გლანძღავს ხოლმე და ჩვენს კეთილშობილებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ხო და რო დავფიქრდი, იმასაც აქვს თავისი სიმართლე. ეს ცხოველებზე ზრუნვა, პატრონობა, დაპურება ალბათ ჩვენ გვჭირდება, ჩვენ თვითკმაყოფილებისთვის, ალბათ საკუთარ და სხვის თვალში ასამაღლებლად გვჭირდება და ცოტა ნარცისულ ეგოისტურიც არის, მაგრამ ამ ნარცისიზმით და ეგოიზმით სავსე სამყაროში ეს ვარიანტი მე მგონი მოსულა რა. დიდი მადლობა რომ უყურეთ, გამოიწერეთ ცუგუბარის არხი და ვიცუგუბროთ.